მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. დღეს ასე ვთქვათ ძალიან კარგი სტუმარი გვყავს. უფრო სწორედ სტუმრად ვართ ძალიან კარგ ადამიანთან. ჩვენ ვიმყოფებით ახლა წერეთელზე, თეატრის სახელოსნოში ნომერ 42-ში და სტუმრად გვყავს, ანუ უფრო სწორედ სტუმრად ვიმყოფებით, ასე ვთქვათ, რეჟისორთან, თეატრის სახელოსნო 42-ის სამხატვრო ხელმძღვანელთან, ბატონ ლევან წულაძესთან. ცნობილი როგორც ჭოლა, უბრალოდ ჭოლა. მოგესალმებით. სალამ ჩაო ბატონო. პირველ რიგში როგორ გიკითხოთ? არა გვიშავს, რა ვიცი, როგორც შეიძლება იყოს ადამიანი ამ გადარეულ დროს, არა გვიშავს კიდე. აი, პირველ რიგში ბევრმა არ იცის, რომ თქვენ საკუთარი თეატრი გაქვთ, ასე ვთქვათ. აი, რომ მოგვიყვეთ აი ამ თეატრის ისტორია, როგორ გადაწყვიტეთ, რომ საკუთარი თეატრი არატომ გადაწყვიტეთ, რომ საკუთარი თეატრი გაგეხსნათ, გაგეარსებინათ და ისიც მოყვეთ, ვარემ თქვენ სამხატვრო ხელმძღვანელი ბრძანებით და გაქვთ უამრავ მსახიობთან კომუნიკაცია და როგორც დამწყებთან, ასევე პროფესიონალთან და თუ შეიძლება რომ აყურებელს რამოდენიმე უყვეთ, განვიმარტოთ თქვენი თეატრის შესახებ, თქვენი საქმიანობით და ვინ არიან რომელი მსახიობები არიან ამ თეატრში, რომელი მსახიობები მოღვაწეობენ თქვენთან ერთად. კი ბატონო. რამდენიმე წლის წინ უკვე გაგვიშთა ეს აზრი მე და რამოდენიმე ადამიანს მარჯანიშვილის თეატრში, რომ მოდი დავიწყოთ ცალკე დამოუკიდებელი თეატრის გაკეთება თქო და საერთოდ მიღებულია ეს, რომ აი მიღებული არ არის, მაგრამ ბევრი ჭკვიანი ადამიანი, ჩემი პროფესიის, სტრელერი, ბრეხტი ამბობდა, მაგრამ არ ასრულებდა ამას, მაგრამ ბევრი ძალიან კარგი ხალხი, მიშა თუმანიშვილის ხალხის, რომელიც მეუბნებოდა, ჩემი პედაგოგი, რომ თეატრში უნდა იყო 10 წელი, მაქსიმუმ 15-ში, მერე უნდა თავიდან დაიწყო. ეს შეიძლება შენობის გამოსვლას არ ნიშნავდეს, მაგრამ რაღაცა თავიდან უნდა დაიწყოს, ყოველთვის ესეთი დაუწერელი კანონია, იმიტომ რომ თითქოს 10 წელიწადში, 15 წელიწადში წურავ შენ თავს იმ მსახიობებთან, იმ სივრცეში, სადაც ხარ და რაღაცა განახლება გჭირდება და ჩვენც დავიწყეთ ფიქრი რომ დავიწყეთ და ძებნა, მერე აღმოჩნდა ესეთი კეთილი სურვილი კოკა-კოლას მფლობელების, სოფო ჭყონიას კონკრეტულად დაველაპარაკეთ და ვიცოდით რა გავიგეთ, რომ აქ ამ კოკა-კოლას ყოფილ შენობაში ესეთი კულტურული რაღაცა დიდი სივრცე იქნება. და ასეც არის და ნელ-ნელა შენდება და ჩანაფიქრები ეს აქ იქნება მალე ალბათ. და ჩვენ ვთხოვეთ, რომ აი თუ შეგვიძლია შეგვიფაროთ თქო და დიდი მადლობის მეტი რა გვეთქმის, შეგვიფარეს, გამოგცეს გარკვეული ტერიტორია და იქ ძალიან ჩქარა, აი დაახლოებით 6 თვეში, 7 თვეში ავაშენეთ ეს ყველაფერი. გავაკეთეთ და დავიწყეთ არსებობა. ეს არის, ანუ დამოუკიდებელი თეატრი ეს არ არის არც სამთავრობო მისი, არც ოპოზიციური არის, როგორ არა, ყველა თეატრი ოპოზიციურია. პოლიტიკური არ არის ჩვენ. პოლიტიკური არ არის, ამას პოლიტიკური თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, არა. არავინ არ ჩვენი ერთადერთი შემოსავალი გახლავთ ჩვენი ბილეთები. და ასე გვქონდა ჩვენ სარდაფი მეორე და ამიტომ რაღაცა გამოსილება მქონდა ესეთი არსებობის და მენატრებოდა ესეთ თავისუფალ ცურვაში შესვლა უკან. და ამიტომ არ შემეშინდა შედარებით და ესე გაბედულად შევცურეთ ამ დიდ კრედიტში, რომელიც ავიღეთ, დიდი მადლობა კიდევ ვინც გვენდო ბანკებს და ადამიანებს, ბიზნესს, ძალიან ბევრი ხალხი დაგვახმარა და ესე მოხდა, რომ აი 7 თვეში პრაქტიკულად მე-7 თვეს უკვე ქონდა პრემიერა. პრემიერა მართალია ქონდა იტალიაში. იმიტომ დაკვეთა იყო სპექტაკლის და ოტელო იქ იყო პრემიერა. და უკვე აქ ვითამაშეთ, უკვე ნათამაშები ჩამოვედი იტალიიდან ზაფხულში იყო და სექტემბერში დავიწყეთ აქ ჩვენი სპექტაკლებით არსებობა და მე დავდგით ძალიან ბევრი სპექტაკლი, იმიტომ რომ რეპერტუარი თავიდან უნდა შეიქმნას და ამიტომ ძალიან ბევრს მუშაობთ ყველა
რაც ძალიან სიამოვნებს, იმიტომ რომ მე აღმოჩნდა რომ ვარ რუსული სიტყვა ტრუდაგოლიკი, ანუ შრომით დაავადებული ადამიანი. ეს არ ვარ გამანდამაინც კარგი ამბავი კი არა, მარტო შენი პროფესიით რო ცხოვრობ, შეიძლება დაკარგო ბევრი ადამიანები, მეგობრები, რაცები, მაგრამ ნუ ასე ჩამოყალიბდი. რაც ეხება მსახიობებს ჩვენსას ჩვენ არ გვყავს დასი ესეთი არ ეს არ მოწვევით, მაგრამ არსებობს რა თქმა უნდა ჯგუფი მსახიობების ძირითადი ჯგუფი, რომელიც ნუ ჩვენს გარშემო ტრიალებენ. ესე ისინი დაახლოებით ვინც მარჯანიშვილში იყვნენ, მანამდე ვინც ჩვენთან ერთად სარგო ბევრი, მოკლედ ძალიან ბევრი ძველი ჩემი მეგობარია. ახალი სახეები თუ ყავთ? ახალი როგორ არა და ბევრი ახლა რამოდენიმე სპექტაკლი დავდგით ისეთ ძალიან ახალგაზრდული ერთი მაგალითად 21-24 ეს პრინციპიალურად სხვა სულ ახალი შემადგენლობით დავდგი და შესანიშნავი ძალიან ბედნიერი ვარ რომ ძალიან კარგი ბევრი ხალხი აღმოაჩინეს მომავალი ჩემი მეგობრები იმედი მაქვს. ბევრი მათგანი სტუდენტია, ბევრი მათგანი ახალდამთავრებულია, ბევრი სხვა ბევრ თეატრში მუშაობენ. ახალ ბედად შეიძლება იყოს. კი, ბევრი ახალ რამოდენიმე პირველი როლი იყო რამოდენიმესთვის და მოკლედ საინტერესო ცხოვრებით ცხოვრობთ. ბატონო ლევან, რა მინდა რომ გითხოთ, ესე იგი, თქვენთან ერთად არის ასევე თქვენი მეუღლეს, ქალბატონი მანანა. აი, რო უთხრათ მაყურებელს, ანუ რა, ასე ვთქვათ, პოზიციაზე არის ქალბატონი მანანა? არაფერ პოზიციაზე არ არის, ის არის ჩვეულებრივი მსახიობი, როგორც ყველა დანარჩენები. ერთადერთი აბარია კიდევ ჩვენი კაფესა და იმის რაღაცა იმისი ორგანიზების რაღაც ნაწილი, რომელიც არ ეხება თეატრს, უბრალოდ ვეხმარება რომ ღარიბ თეატრი ვარ, ვერ მოვიწოდით ახლა სპეციალური მას რესტორატორებს აქა და ამიტომ ჯერჯერობით მანანა ძალიან კარგად უძღვება ამას ყველაფერს. ის არ უძღვება ეს, ანუ ჩვენ ზედამხედველობს ამ საქმეს. დანარჩენი არაფერი ჩვეულებრივი მსახიობი, როგორც ყველა დანარჩენი ისე არაფერ სხვა პოზიციაზე არ არის. აი, პატარა გადაუხო, ასე ვთქვათ, თემას და წარსულისკენ და წარსულში დაგაბრუნებთ ცოტაოდენი თქმით, ასე ვთქვათ და აი, როგორ გაიხსენებთ ბატონ ლევან თქვენს ბავშვობას, თქვენს ახალგაზრდობას, პირველ წლებს თეატრში, აი, სტუდენტობის პერიოდი, პირველი დადგმული სპექტაკლი რა იყო თქვენი? კი ბატონო, სიხარულით. მე ბავშვობა მქონდა ძალიან, რა ვიცი, უღრუბლო, ძალიან კარგი მშობლები მყავდა. არასდროს არ ჩხუბობდნენ, არასდროს მეც ძალიან ამეჩხუბებოდნენ თითქმის. არც მე ვაშავებდი ძალიან თქოს არ ვიყავი ისეთი ქუჩის ბიჭი, მანდამაინც არ ვიყავი. მაგრამ პლეხანოვიზე გავიზარდე, გიძდები დღესაც საყვარელ ამ უბანზე და დღესაც რაღაცა განსაკუთრებული ნაზი გრძნობით მიყვარს ის უბანის და ჩემი მეგობრების. ბევრი უკვე აღარ არის ცოცხალი სამწუხაროდ, მაგრამ მხოლოდ ესეთი აზიაწეული აღფრთოვანებული მოგონებები მაქვს ახალგაზრდობის. მე არა მაქვს ცუდი ესეთი წარსული, აი რომ თითქოს ბავშვობა, რთული ბავშვობა, ასე შემდეგ, სკოლა, რომელიც არ იყო დიდი ესეთი პროგრესული და ახლა თავისუფალი სკოლა, ისეთი სკოლა იყო მკაცრი. 24 სკოლა იყო ესეთი, შემოღობილი, შაკეტილი ესეთი სკოლა იყო, მაგრამ მე მახსენდება მხოლოდ კარგი. იმიტომ რომ ყავდა არაჩვეულებრივი მეგობრები, არაჩვეულებრივი კლასელები, კიდე სხვა იქ, ხო იცით, მარტო კლასი არ არის, მთელი გენერაცია კარგები ვიყავით. ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი და ძალიან ბევრი საერთო ჰქონდა. და ეხლაც ვინც დარჩა, ბევრი გარდაიცვალა ვიმეორებ. ჩემ თაობას ძალიან
დიდი ტკივილი ქონდა ამ ხრივ რო ჩვენ ომი, სამოქალაქო ომი შემდეგ მე ყველაფერი ის რაც მოყვა ამას ყველაფერს ამან იმსხვერპლა ძალიან ბევრი ნახევარზე მეტი ჩემი ბავშვების მეგობრებისა. განსაკუთრებით აი პლეხანოველი ბიჭები ბევრი ვიყავით და დავრჩით რამოდენიმე. მე რაც შეეხება ინსტიტუტიც ძალიან გამიმართლებდა მე მგონი აი ძალიან ჩემი ბედის გაყოფილი უნდა იყო. გამიმართლა პირველ პედაგოგთან გიზო ჟირდან სამსახიობოზე ჩავაბარე, იმიტომ რომ მაშინ 4 წელიწადში ერთხელ იყო სარეჟისორო და უნდა დავლოდებოდი 3 წელი და ჩავაბარე სამსახიობოზე, მოხდი შესანიშნავ ჯგუფში ბატონ გიზოსთან, მე გადავედი იქაც გამართლა თუმანიშვილის აყავდა იმ წელს ჯგუფი, გადავედი ბატონ მიშასთან, აქ საოცრად გამიმართლა და მე ესე ხო აი ესე კარგი პედაგოგებთან მოხდი ეს ბედის წერის ამბავია მე და კარგი მეგობრებთან ძალიან მიყვარდა ყველა და ეხლა ძალიან მიყვარს ეს დრო ჩემი თქვენი ახალგაზრდობა იყო და პირველი სპექტაკლი რა ვიცი პირველი არ მახსოვს საკურსო რა იყო იმისი სარეჟისორო იმის პატარა ნაწყვეტებით და ერთაქტიანი პიესებით იყო და მაგრამ მე იყო ჩემი პირველი ასე ვთქვათ ინსტიტუტში სპექტაკლი იყო მესამე კურსზე დავდგი საკურსო სპექტაკლი იყო მთელი ჯგუფის სამსახიობოსიც და ჩვენიც და ესე მომცა საშუალება მიშა მასწავლებელმა დავდგი ჭოლა ლომთათიძის ჭოლას რომ ეძახდა ჭოლა ამასი მოქმედა იყო რაღაცა 70 წლის თავი რევოლუციის რაღაცის იყო საბჭოთა კავშირი იყო და ეს იყო ძალიან არასაბჭოთა მანდა მაინც ნაწარმოები მწერალიც იყო სოციალ-დემოკრატი მენშევიკი უძახით იმის დაწერილი ნაწარმოები ახალგაზრდა კაცი იყო ეს ჭოლომთათიძე სიკვდილ მისჯილის დღიური იყო და ეს დავდგი ეს იყო ჩემი პირველი ასე ვთქვათ ამუშავარი ხო სრულყოფილი ორაქტიანი დიდი პიესა ორმოქმედებიანი და ძალიან კარგი სპექტაკლი გამოვიდა ჩემი მეგობრები თამაშობდნენ ყველანი არა მარტო ჩვენი ჯგუფელები სხვაებიც მიშა ბატონ თუმანიშვილის თეატრიდანაც იყო მიშა ჯოჯუა იყო თემო გვალია რა ვიცი დამეხმარენ უბრალოდ ადამიანურად ძალიან კარგი რა ვიცი კარგი მოგონებები მაქვს ამ სპექტაკლთან დაკავშირებით და შემდეგ დაიწყო ჩვეულებრივი ჩემი ცხოვრება უკვე დაამთავრე ინსტიტუტშიც დავრჩი კათედრაზე დამტოვეს თუ თეატრებშიც ვიყავ ბევრში ძალიან ერთდროულად და ბევრს მუშაობდი ყოველთვის ძალიან ბევრს მუშაობდი და ყოველთვის არასდროს არ მეზარებოდა პირიქით არ ყოფილა დრო როდესაც მე აი დავუშვათ ერთ თვე რომ არ მქონოდა რეპეტიცია არ ყოფილა ესეთი იყო ერთხელ და ძალიან მძიმედ მახსოვს იმ ძალიან განვიცადე ერთი თვე უმუშევრობა ზაფხულს არ გულისხმობ სეზონის ზაფხულში დაკეტილია თეატრები და დანარჩენ დროს აი არასდროს ერთ თვეზე მეტი პაუზა არ მქონია და აი ერთი თვე ჩვენს ენაზე ჩავარდნა ასე ხო ასაც ჯერ ვერ დავიწყო ერთად და არ დამიზახეს არცად და ერთი თვე გავგიჟდი მახსოვს ძალიან განვიცდიდი ერთი პატარა შეკითხვა მინდა რომ დაგისვათ ბატონო ლევან აი თქვენ ხართ და თქვენ ხართ სამხატვრო ხელმძღვანელი და თქვენი საქმეა თეატრი მაგრამ აი ფილმზე თუ გიმუშავიათ ოდესმე თუ გქონიათ სურვილი რომ აი მხატვრული სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის რომ შეგექმნათ გადაგება არა იმიტომ რომ მე ვაკლივარ ახლა კიდევ ჩვენ საწყალ კინორეჟისორებს ისედაც წირი დაფინანსებით რამდენი არიან და რიგში დგანან საწყლები და ელოდებიან თავის
მას კიდე ახლა მე თუ არ დავემატე ზეიდან თქვენ შესანიშნავი პიროვნება ხართ. კი, მაგრამ ის სხვა კინოს პროფესიის მცოდნემ უნდა გადაიღოს ზედმიწევნით კარგად მცოდნემ. მე ვარ გადაღებული რამოდენიმე ფილმში, პატარა ან ისე საშუალო როლებში. ბატონ მერაბ კოკოჩაშვილთან განსაკუთრებით ეს არის ჩემთვის ყველაზე ძვირფასი მომენტი ჩემს ცხოვრებაში. რომ მოგვიყვეთ ბატონო ლევან, ამ დროს ჩვენ აწყოში დავბრუნდეთ და რომ მოგვიყვეთ როგორი მეოჯახია ბატონი ჯოვა. რას ლაპარაკობ? და როგორ ცხოვრობს დღეს ის? ძალიან ესეთი რა მეოჯახე მე ვარ. წესით კარგი მეოჯახე ვიქნებოდი. იმიტომ რომ მეხერხება ბევრი რამე კეთება თეატრის შენებლობის გამო რომ თეატრში ყოველთვის დეკორაციას ნახევრად ჩვენ ვაკეთებდით, ნახევრად ისა შენებლობა, ამდენ თეატრი ავაშენეთ. რაღაცა ბუნებრივია დიდი გამოცდილება მაქვს. მაგრამ არასდროს სამწუხაროდ ამას სახში ან ცალია რომ სახში ბევრი რამე გაფუჭებულია გამოსართველიც კი იმის გაკეთება შემიძლია თუ ვიცი კარგად მე ხელმა არასდროს სახში არა ვარ არასდროს დიდი ბოდიში მინდა მოუხადო ჩემ ქალიშვილს და ჩემ მეუღლეს, მაგრამ ისიც ჩემთან ერთად არ არის ხოლმე. როგორც წესი მე და ვანანა მაინც ერთ სფეროში რო ვართ, ამიტომ ჩვენი ოჯახი ალბათ არ დაინგრა, ამიტომ რომ ერთად ვიყავით, თორე სხვანაირად ალბათ სხვა პროფესიის ადამიანი ვერც გაუძლებდა ჩემ რეჟიმსა და ვერც მე გაუძლებდი სხვის რეჟიმს. ესე ამიტომ ოჯახობა რა ვიცი შემიძლია, მაგრამ არ ცალია, თორე ალბათ მუშავარი რო ყოფილიყავი, კარგი მეოჯახე ვიქნებოდი. და ერთი კითხვაც. რას ეთყოდით დამწყებ მსახიობებს, როგორც ადამიანი არა, როგორც თეატრის მცოდნე და სამხატვრო ხელმძღვანელი და რეჟისორი და თეატრის მფლობელი. რას ეთყოდით დამწყებ მსახიობებს, რომლებიც აპირებენ უშუალოდ თეატრისგან გაიყვნენ გზა. რთული რამე მითხარით ახლა თქვენ. ვიხსენა ბინა მითხარ ჭკვიანური. გაიხსენო. რეჟისორებს ვეთყვი, რაც მითხრა თუმანიშვილმა. სიკვდილის წინ განახლდათ ნახევკა ავათროცა იყო მომკიდა ხელი და იმუშავეთ, ბევრი იმუშავეთ, ვინმე მხომ უნდა აშენოს კელნის ტაძარიო. ეს ჩემთვის იყო დირექტივა. მე მივხვდი რომ არ არის მთავარი სად იმუშავებ, არ არის მთავარი რა პოზიციას დაიკავებ იერარქიაში რეჟისორების მთავარია იმუშავა, მთავარი გიღესა და აშენო კელნის ტაძარი. კელნის ტაძარი არის სიმბოლო დიდხანს შენდებოდა კელნში და ამიტომ ხომ უნდა აშენდეს როდესმე კელნის ტაძარი ამ თვალსაზრისით მითხრა. კიდო რა ვიცი რობერტ სტურამ გითხრა ახალგაზრდებს თავის დროზე მოდი დავიწყოთ რაღაცა პიესა რაღაცა ჩანაფიქრი იყო რომელიც განაწილდა დავიწყოთ და არ შეიძლება რომ დასაწყისშივე ვიფიქრებთ დაფნის გვირგვინზეო ჯერ უბრალოდ აერჩიეთ რაც გინდათ და დადგით ყოველგვარი იმის არ იფიქროთ შედეგზეო და აიმას უსურვებ ყველას ვიფიქრებთ დამწყებს განსაკუთრებით ვიფიქრებთ დაფნის გვირგვინზე შედებით გაიგონოთ წინასწარ აპლოდისმენტები ისე მოვლენთ თქვენთან აუცილებლად ადრე თუ გვიან და შეიძლება დასაწყისიდანვე მაგრამ თუ ამაზე იფიქრებთ ეს მოგიწამლავთ ცხოვრებას იმიტომ რომ არასდროს აპლოდისმენტები და დიდება არასდროს არ არის საკმარისი რაც მეტი კიდე მეტი გინდა და ეს ამ ნარკოტიკში ყოფნა ძალიან რთულია იპოვეთ სიხარული კონკრეტულად თქვენი სამუშაოდან და მაშინ ამ სიხარულს გაიზიარებს მაყურებელიც და წარმატება ყოველთვის თქვენი თანამდებობა იქნება.
ძალიან დიდი მადლობა ბატონო ჭოლა ამ საინტერესო ინტერვიუსთვის შემოყარგო ჩემო ძვირფასო ადამიანო და გისურვებ ყველაფერს საუკეთესოს და მალე რა ვიცი თქვენი შედევრები ასე ვთქვათ რაც მე ვიცი რაც კიდევ ბევრმა არ იცის თქვენი შედევრები მალე ბროდვეიზე და ოსკარზე მენახოს დიდი მადლობა მე კიდე მინდა გითხრათ რომ მინდა უთხრა ძალიან დიდი მადლობა ამ შესანიშნავ ადამიანს და ყველა მისი მაყურებლები მინდა გითხრათ უყურეთ ამ კაცს იმიტომ რომ მხოლოდ ამ ადამიანისგან მოდის ხოლმე სიკეთე შესანიშნავი არაჩვეულებრივი კეთილი აურა და როდესაც უყურებ მას გონია რომ ამ სამყაროში ყველაფერი უკეთესობისკენ და უკეთესობისკენ წავა დიდი მადლობა ჩემოძილა გაიხარე ასაინტერესო ინტერვიუსთვის და მე გემშვიდობებით ძვირფასო ტელემაყურებლებო დღეს საინტერესო ვფიქრობ რომ საინტერესო იყო ბატონ ჭოლას ასე ვთქვათ დიალოგი ჩემთან და რა ვიცი გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე და დავბრუნდებით სავარაუდოდ მომავალ კვირაში ახალ სტუმართან ერთად გააჩნია სტუმარს ეცლება თუ არა და როდესაც ეცლება მაშინ დაგიბრუნდებით უკვე ეთერში YouTube-ზეც და Facebook-ზეც დაიდება ეს გადაცემა ბატონ ჭოლასთან ერთად და არ გამოგრჩეთ ბევრი კომენტარები, ბევრი ლაიქები და ბევრი გამოწერები ჩემ არხს რა თქმა უნდა ძალიან დიდი მადლობა მე კი მივდივარ ახლა სახში მაგრამ ეს აქ იმდენი ხანია უკვე ვარ აი 9 საათიც არ არის აქ რო ვარ და უკვე ვთვლი რომ ეს უკვე ჩემი მეორე სახლია ეს ბატონ ჭოლას დიდი მადლობა მართლაც აი ქალბატონი მანანასაც მინდა აღნიშნო არის საუკეთესო ადამიანი მართალია სკოლის პერიოდში ერთხელ მყავს ნანახი მარჯანიშვილის თეატრთან და იმის მერე ასე ვთქვათ კაინიშვილის სიმპათიები გამიშთა თქვენს მეუღლეს მადლობა ყოველთვის მინდოდა რომ გამეცანით და ის იყო აი ალბათ გახსოვთ პირველად რო შევხვდით მარჯანიშვილის თეატრთან და იმის მერე უკვე მართალია ხშირად ვერ ხედავდით რაღაცა და მაგრამ ჩემს გულში ყოველთვის იყავით დიდი მადლობა გენო. მეგობარ და ახლა როგორც ფიზიკურადაც ისე ხართ და ასე გაგრძელეთ მოგიმართოთ ყველა წამოწყებულ საქმეში და ყველა საქმე ბოლომდე მიგეყვანოთ ბატონო ჭოლა და რა ვიცი მე ჩემს ხრივ გეტყვით რომ სასწრაფოდ დადეთ ისე ლაიქები კომენტარები წერეთ არ დაგეზაროთ ხო ეხლა Facebook-ზე მივალ თუ არა ეგრევე დავდებ Facebook-ზე ამ გადაცემას პოსტად და რა ვიცი YouTube-ზეც ჩემი პოდკასტის ოფიციალური არხზე პოდკასტი კონსტანტინესთან ერთად ჩაწერეთ უკვე 13 გამომწერი მყავს რაც თქვენ სასწრაფოდ 1000-მდე მიიყვანეთ ეს გამოწერები თუ გინდათ რომ ყველაფერი კარგად იყოს ეგრევე გინდათ რომ შემდეგ მაყურებელი გადავხოთ თორე არ დაიდება შემდეგ გადასვა კარგი დესხმურობთ რა თქმა უნდა ეხლა მივდივარ სახში უკვე და უნდა დავამონტაჟო გადაცემა ბატონ ჭოლას დავამშვიდობებ იმიტომ რომ ძალიან ბევრი საქმე აქვს 6 საათზე უნდა წავიდეს ისიც იმასაც დასვენება სურს თავის ოჯახთან უნდა ყოფნა და რა ვიცი ბატონო ჭოლა ჩემგან დავიზანებები ვარ იქ იმიტომ რომ მეზობელი ხარჯები მაინც დიდი მადლობა გენაცო ეს ხურობით რა თქმა უნდა და ჩემი სახლის კარი როცა მოგინდათ ღია ყოველთვის და ხარებას კიდევ ტაძარში შევხვდებით მე აუცილებლად კი ბატონო და იქაც ცალკე მადლობას გადაგიხდით ყველაფერს დიდი მადლობა ჩემო და აი ვინც ფიქრობთ რომ ბატონი ჭოლა არის ან ერთი პარტია აქვე გამარტო ან ერთი პარტიისკენ ან მეორე პარტიისკენ ეს არის სრული ყვილი მე და ჭოლას სამი დღის მქონდა საუბარი აღნიშნავ და მიმართვას გავაკეთეთ თქვენგან და იქ ამბობთ რომ სიყვარულით გავაკეთოთ ყველაფერი და თუ სიყვარულით ასე ვთქვათ შემოვხიოთ საქართველოს და მაშინ იქნება ყველაფერი შესანიშნავად ზუსტად ამ სიტყვას ამბობთ მართლაც იგივეს ვიტყვი outro ასე ვთქვათ ინგლისურად როგორ არის დასასრულის თქმა გამიგრძელდა მაგრამ აი ამ ადამიანთან რო ხარ უკვე ისე გავიწყდება რა ყველაფერი აი ჩაწერაზე რო ხარ გავიწყდება და გინდა რომ აი ჭოლა გამოსტაცო აი ესე ვთქვათ სცენას და თეატრს და ყავდეს აი შენს პოდკასტში შენს ვიდეოში და აი გეჭდეს ბერძე და ისაუბრო რამდენიც გინდა მაგრამ ამ ჭოლასაც გავუგოთ დრო ძალიან ცოტა აქვს ძალიან ბევრი საქმე აქვს ოჯახი ყავს ბოლო მეუღლე შვილი და რა ვიცი ასე ვთქვათ ოჯახის რა მოგახსენოთ მაგრამ ისო აქა გვაქვს საქმეები სულ ნუ ხო თეატრი და ჯერ თეატრი ეს არის ჩემი ოჯახს ვერ გაიქცევი მაინც ხო აქ არის ჩემი ოჯახის პრინციპში ყველანი აქ ვარ ნენელა შვილი ჩემოეჩვია ჩემი აკაურობას და დარბის აქა და ერთ ამავშია ყირაზეა ყველაფერი კი მოკლედ ძალიან დიდი მადლობა შესანიშნავი ადამიანი ხარ ბატონი
რა თქმა უნდა სტურვა შემდეგ და კოკოჩაშვილის შემდეგ და თქვენ ასე ვთქვათ, ასე გიწოდებთ მაესტრო ხართ ნამდვილი. დიდი მადლობა. და რა ვიცი, ღმერთმა ქნას რომ ჩვენ უკვე გვაქვს კონტაქტი და ღმერთმა ქნას რომ ჩემ ოჯახშიც ჩავწეროთ ასე ვთქვათ, ჩემ სტუდიაში ერთი ინტერვიუ და უკვე სიახლეებით, წინსვლებით და იცი რას გისურვებ ბატონო ჭოლა, აი იმას რომ შემდეგ ინტერვიუში მითხრა რომ აი ნახე ბერლინალეზიან ოსკარზე გავიტანე ჩემი სპექტაკლიო და მადლობა შენ ამ სიტყვისთვის რა ენა ქონიაო. აი ეს რო მითხარ ძალიან გამიხარდება. შენ პირშაქარი. ყველაფერი გამიხარდება თქვენი პირადთანაც დაკავშირებით და საქმიანობასთანაც დაკავშირებით. მე თქვენთვის სუდი არ მინდა. მადლობ ჩემო კარგო. მადლობა. ლაიქები არ დაგავიწყდეთ და ესენი ხელმოწერები. აი, კაცმა თქვა. არ დაგავიწყდეთ არც კომენტარი, არც ლაიქი, არც არხის გამოწერა. და Facebook-ზე ბევრი ფოლოვერი, რომ უფრო მეტი ინფორმაცია და ვიდეო ნახოთ თქვენმა თვალებმა. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის და ელენეს მივმართავ. ელენე ჩაწექი სახში და დაისვენე, დღეს გაილუმპე ვიცი და ვერ მოხვედი ჩაწერაზე, ვერ დამეხმარე, მაგრამ შევდივარ შენს მდგომარეობაში, ღმერთმა ბედნიერი გამყოფოს და იმედი მაქვს შენს უყურებ ჩემს ამ გადაცემას და ვიცი რომ ძალიან გინდოდა ბატონი ლევანის გაცნობა პირადად ნახვა და აკვე მოგიკითხავს ბატონი ჭოლა. მოგითხრა კაბატონო ელენე, გისურვებთ ყველაფერს კარგს და გამოჯამთ. ალბათ არ გახდეთ რას ვთავარი. ბატონ ჭოლასთან რო ყოფილიყავი ხარ, რა ვიცი. არ მოიწყენდი ჭოლასთან ისეთი დადებითი და კეთილი ადამიანია გადაგა. ზედმეტად მაქებთ ახლა გამაწევთ. არა ჭოლა რას გაკეთებ როგორ გეკავდება. სიმართლეს ვლაპარაკ. მადლობ ჩემო. მოკლედ გემშვიდობებით და მადლობა ყურადღებისთვის. ეს იყო პოდკასტი კონსტანტინესთან ერთად. ჭოლას თეატრიდან გვქონდა ჩართვა ეთერი და ეს არის თეატრი სახელოსნო ნომერი 42, ვისაც გნებავთ რომ თუნდაც ჭოლა გაიცნოთ ან ჭოლასთან იმუშაოთ ან დაეხმაროთ რამეში, იცოდეთ რომ ჭოლა გელით და მისი თეატრი არის წერეთელზე კოკაკოლის ძველი ქარხნის უკანა ტერიტორიაზე. და მობრძანდით და ჭოლა იმდენად კეთილი ადამიანია რომ შესაძლოა ასე ვთქვათ აღარ გაგიშვათ და დაგიტოვოთ აქ ზალოში. მობრძანდით. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის და ამდენ ბჟუტურს მორჩები და კარგად ბრძანდებოდეთ. ძალიან დიდი მადლობა ჭოლა. რო დამითმე დრო და პირიქით დიდი მადლობა შენ. ვიცი გადაწყვეტილი დრო გაქვს, მაგრამ არა. სამი დღის წინ მოვილაპარაკეთ, რომ ინტერვიუ გექნებოდა, ამიტომ წინასწარ ხო იცი? წინასწარ ყველაფერი ჯობს. ძალიან კარგი. ძალიან პუნქტუალური ადამიანია, მოვიდა ზუსტად. ხო. როგორც გითხარით, ისე საერთოდ დაგვიანება არ მიყვარს თუნდაც. ძალიან კარგი და ძალიან კაი თვისება და ამნიშნულოვანი. აი თუნდაც მეც მსახიობი ვარ ახლა და ყველაფერს პარალელურად ყველა სიკეთესთან და აი რო გადაღება რო არიან ჩანიშნული ან რაღაცა, ყოველთვის იქ ვიცი რომ ან დრეს კოდი ან უნდა ჩაგაცვან, მეიქაპი რაღაცა და აი ორზე თუ დაიწყება გადაღება, მივიდივარ პირველზე, იმიტომ რომ სიტყვაზე ჭამას მოვას რომ მოწევს, მეიქაპის გამიკეთონ ყველაფერი და ორზე საათზე უკვე შევიდე სეტზე რა. ხო და რა ვიცი, მოჩხარდეს, მოუგვიანდესო ნათქვამია, ყოველთვის იყავით პუნქტუალურები, წესიერები, კარგები, სიტყვაზე შეგეშალოთ და იცოდეთ დიდი და პატარა და ყველაფერი კარგად იქნება და დაფასდებით. ხომასეა? აბა ბედნიერად. დროებით, გემშვიდობებით, ძვირფასოდ მაყურებლებო. გაიხარეთ და გვიყვარხართ ორივეს.